მოგესალმებით მეგობრებო, დღეს მინდა მოგილოცოთ წინასწარ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული და შემოგთავაზოთ პასკის ტრადიციული რეცეპტი, რომელიც გამოდის ძალიან ნოტიო და ძალიან გემრიელი. პირველ რიგში ვიწყებთ საფუარის გააქტიურებით. მე გამოვიყენე დაწნეხილი საფუარი. ჯამში მოვათავსოთ ფქვილი, შაქარი, დაფშვნილი საფუარი და დავუმატოთ თბილი რძე. თბილი რძე და არა ცხელი. ცხელ რძეს თუ ჩაასხავთ, საფუარი არ გააქტიურდება. მასა უნდა გამოვიდეს საშუალო სისქის. 7-8 წუთში გააქტიურდება საფუარი. სანამ გააქტიურდება, გავთქვიფოთ კვერცხი შაქართან ერთად. დავუმატოთ გამდნარი კარაქი და მოვათავსოთ მასა მოზრდილ თაშში. ვუმატებთ მარილს, საფუარს და ვიწყებთ ცომის მოზელას. ფქვილს ვამატებთ ეტაპობრივად. ბოლოს ვამატებთ თბილ რძეც და ვზელთ 15 წუთის განმავლობაში. ვდგავთ თბილ ადგილას ასაფუებლად. კვერცხს ვიყენებ სოფლის, ცომი გამოდის მოყვითალო ფერის და უკეთესი სტრუქტურის. სანამ ცომი ამოვა, მოვამზადოთ ქიშმიში და ცუკატები. მე გამოვიყენე ჯეოს ცუკატი. აუცილებლად გავრეცხოთ ქიშმიში და ცუკატი, კარგად დავწუროთ წყლისგან და ამოვსვაროთ ფქვილში. ლიმონის წვენში და ცედრაში გავხსნათ ჯეოს სურნელოვანი სანელებლები, ჯავზი, ილი და მიხაკი. კარგად მოურიოთ. ცომი ამოვიდა ზუსტად 3 საათში. დავუმატოთ ცომს ცუკატები, ქიშმიში, სურნელოვანი სანელებლები გახსნილი ლიმონის წვენში, კონიაკში გახსნილი ვანილი, ცალკე ხსნი და უკეთესი არომატი აქვს. თქვენ შეგიძლიათ დავუმატოთ ლიმონის წვენს. კარგად გადავზილოთ და ისევ დავდგათ ასაფუებლად. ცომი ამოდის ძალიან მალე, თუ ოთახში არის სითბო. ამოვიდა ისევ 3 საათში. ცომის მასა მოვათავსოთ ფორმებში ზეთიანი ხელით. უნდა იყოს ნახევარზე ნაკლები, 1/3. გატარებულ ნიკოს დავუმატოთ შაქარი, დარიჩინი და კარგად მოურიოთ. ამ ცომით გამოვაცხობ 1 ცალ პასკას ნიგვზიანს. გავაბრტყელოთ ცომი, მოვაყაროთ გულსართი და მოვახვიოთ რულეტივით. მივცეთ სასურველი ფორმა. ფორმებში ცომის მასა დავაყოვნოთ იქამდე, სანამ არ ამოვა, უნდა ამოვიდეს ნახევარზე ოდნავ მეტი. ვაცხობთ ჩვენი ღუმელის მიხედვით. მე ვაცხობ 150-160 გრადუსზე ზედა და ქვედა წვით კონვექციით. თუ ერთდროულად მოამზადებთ 2 პორციას, ერთიანად არ ამოიღოთ ცომის მასა ფორმებში. ცომი უნდა ამოიღოთ ფორმებში ეტაპობრივად. ზემოდან შეგიძლიათ წაუსვათ კვერცხის გულის და რძის ნაზავი, შეგიძლიათ გამოაცხოთ მაგის გარეშეც. გადაპრანჭული პასკები არ მიყვარს, ამიტომ მოვაყარე მხოლოდ შაქრის ფანტელი. ცხელი პასკა არ გამიჭრია, დაველოდე ზუსტად 24 საათი. გამოგვივიდა ძალიან გემრიელი და ნოტიო პასკა. მრავალ ბედნიერ აღდგომას დაესწარით.